Next bout, 3 rounds in the IFC Pro MMA middleweight contest. Welcome to the blue corner from Iran, Barsan Kurd Gladiator Saitan. Barsan Saidიანი, Iraneli მებრძოლი, რომელიც არჩილ გოგოლაშვილის წინააღმდეგ იკუბებს. იგა კუხავაშვილის Warriors-ი ეცდება რომ პირველი გამარჯვება მოიპოვოს ამ ივენტზე, იმიტომ რომ მათ კიდევ ერი მებრძოლი ყავთ ამ ივენტზე და ძალიან მაგარი ჩხუბები ძველდება. ჯერჯერობით ძალიან სწრაფი ტემპით მივიდივართ, მაგრამ მე მგონია რომ ეს ბრძოლა იქნება ანაბა. რატომღაც ასე ვფიქრობ, შადა? კლასიკური ჭიდაობა თავისუფალი ჭიდაობის წინააღმდეგ. საინტერესოა ნამდვილად. Barsan Saidიანი არის კლასიკური სტილით მოჭიდავე. Ოლო არჩილი არ დაგაუწყდა არჩილი ჯუდოისტიც იყო ჯუდოისტიც იყო და ნახოთ ორი საკმაოდ ძლიერი სკოლა ჭიდაობის შეგვდება ერთმანეთს და ნახოთ და შემოთავაზებენ მებრძოლები. And now, welcome to the ring, his opponent from Georgia, Archil Gogolashvili. არჩილს აქ ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს მიხეილ საჟინიანთან, GFC-ის მოქმედ ჩემპიონთან, რომელიც თავის შემდეგ ბრძოლას გამართავს Dana White კონტენდერზე, წარმატებებს უსურვებს მიხეილ საჟინიანს. იმედი გვაქვს რომ ის შემდეგი ქართველი მებრძოლი გახდება, რომელიც UFC-ის კარს შეაღებს და წარმატებები მიშას ველოდებით გამარჯვებას მისგან. არჩილ გოგოლაშვილი ემზადება კარიერაში მეოთხე ბრძოლისთვის, ორივე მებრძოლს ერთნაირი რეკორდი აქვს, ორი მოგება, ერთი მარცხი. გოგოლაშვილმა მიხეილ საჟინიანთან დათმო პირველი ბრძოლა კარიერაში. აქვე ვახსენეთ მიშა და წარმატება უსურვოთ მას კონტენდერ სერიაზე. კი, ვაკო. და UFC-ში მოხვედრა და კიდევ ერთი ამბავი. რა თქმა უნდა, მიხეილ საჟინიანი არის მომავალი ვარსკვლავი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იწვის დარწმუნებული. Introducing to your first fighting out of the blue corner. He's 36 years old. He stands 182 centimeters tall, weighing 84.3 kilograms. His professional record, 1 victory and 1 defeat. Ladies and gentlemen, representing Eirik team, Javan Rudiran, introducing Barsan Kurd Gladiator Saitan. His opponent fighting out of the red corner. He's 33 years old. He stands 186 centimeters tall, weighing at 83.7 kilograms. His professional record, 2 victories and only 1 defeat. Ladies and gentlemen, representing Warriors Tbilisi MMA from Tbilisi, Georgia. Ladies and gentlemen, here is Archil Gogolashvili. And your refereeing judge, Axel Van Kimmendaden. Ready? You ready? You ready? Fight, first round. ნახოთ დაიწყო პირველი რაუნდი.
ნახოთ როგორ გაგრძელდება ქართველების ასპარეზობა უკვე. კარგი სტარტია ნამდვილად. გაცვალეს აქ დარტყმები. კი. კარგი იყო. აბა. ცაი თან სპორტის სასახლის გარემოც კიდევ უფრო სხვა რა მაგარი იყო. ძალიან ჭკვიანურად არის საჭირო ჭუბი, იმიტომ რომ აი ჩვენ ასეც ვისაუბრეთ, აი ეს შესვლა ჭიდაობას, მაგრამ არ არის მარტივი არჩევის. დაიცვა კარგად. გოგოლაშვილმა კარგად დაიცვა თავი. ნახოთ, კარგი დგომი აქვს, აი ისეთი დგომი აქვს, რომ ჭიდაობისგან უნდა დაიცვას თავი. შეეცდება ირანელი ყოველ ეხი რა კარგი იყო. სულ მცდელობებს შეეცდება, სულ შეეცდება, სულ გადაყვანებს. საკმაოდ ფიზიკურად, საკმაოდ ძლიერია ორივე. აბა, ნახე როგორ აწვება. აბა, ნახოთ, რა ხილად უნდა იყოს. აი ხელი, კარგად იწევს. აბა, კარგი მცდელობა აქვს ისე. ხელი უნდა გამოაშვებინოს იქ, იმიტომ რომ კარგია, ძალიან მიწევს. ხომაგობა შესანიშნავი. წინვალი ამბავია. 3 წუთი და კიდევ რამდენიმე წამი. პირველი რაუნდის დასრულება მშვენიერი კადრი. აბა ნახოთ. გოგოლაშვილი კარგად გამოიწვა. გაძაბული ბრძოლა მიდის. არა, ერთ მებრძოლი არაფერს დათმობას. არ არიან იმ კატეგორიის მებრძოლები, რომელიც შეიძლება პირველ რაუნდში გატეხო, ან მეორე რაუნდში. მე ესე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, აქ 3 რაუნდმა შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ვინაობა. ჩვენი დასაწყისი და ახლა ვთქვათ, მიშა, ძალიან მაგარი კადრებია, გადაღების ხარისხიც იდეალური. და აღნიშნოთ. არ უნდა გაუშვათ. აიღო კისერი გოგოლაშვილმა. გაიგუდება ირანელი, გაიგუდება. აბა ნახოთ. რა ხდება? აბა ნახოთ. მე მგონი არა, ძინავს ირანელი. უნდა ირანელი გააჩეროს ბრძოლა. ბრავო, არჩილ გოგოლაშვილი. გამოიყენა ყველაფერი ძალიან მაგრად გამოიყენა. ახლა ვჭირდება ექიმი სასწრაფოდ, რათა მოასულიერონ, ეს არ არის საჭირო. ეგ არ ჭირდება, უბრალოდ გვერდულად უნდა გაადაატრიალოს მებრძოლი. უბრალოდ გვერდულად უნდა გადააჭრა. გოგოლაშვილმა რა დაარტყა? არჩილ გოგოლაშვილის წინვარე გამარჯვება IFC 18-ზე. ახლა ვერ ხდება უბრალოდ ირანელი მებრძოლი რა მოხდა. კი, იმიტომ რომ ჯერ ისეთი სიძლიერე დაარტყა არჩილმა პირველი დაარტყა და მე ბრავო არჩილ გოგოლაშვილი, ბრავო. შესანიშნავი გამარჯვება. როგორ ცრემლები მოდის მას. ბევრი იშრომა. მისი სადებიუტო წონა იყო 84 კილო პირველად დაიკლო 84 კილოში და ბრავო, კარგი იყო არჩილ. აი ესე მივიდა კარგი ჟესტია, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან კარგი ხალხია, ქონდა ჩვენი ურთიერთობა კონკრეტულად ებრაჰამთანაც და ისინი სავარაუდოდ ჩვენს ორგანიზაციასთან ასევე მომავალში თვითთანამშრომლებენ. არჩილ გოგოლაშვილი წინვალე გამარჯვება და 4 ბრძოლა შედა 20 პირველ რაუნდში. ცოტა იჭიდა, ცოტა Refereeing judge. Your eyes on the screen. მაგარი საერთო. და აი ნახე, საოცრება ბარზანმაც გახედა დაბლოს. Ladies and gentlemen, your refereeing judge Axel Van Kemenade stopped this contest at 2 minutes and 52 seconds of the very first round. Your winner, due to guillotine choke, Archil Gogolashvili. Georgia. გიგანტ ხალაშვილს, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს საქართველოს MMA-ისთვის, ქართული სპორტისთვის, ბევრ შრომობს და მისი შრომა IFC-ს ოქტაგონზე არჩილ გოგოლაშვილის
დაფასებით დაიწყო. ამ გამარჯვებით ამ გამარჯვებით დაიწყო ველოდებით იური ფრისხელიანს, ბექა თამლიანს. ნახოთ, წარმატებები ბიჭებს ყველას. გამარჯობა ჩემო საუკეთესო საქართველო. მე ძალიან ბედნიერი ვარ და სურვილი მაქვს როცა სახში მივაო და ჩემებს ვეფერებ. ესენი მე მოფერებია. მიყვარხართ ყველა. მე ვარ აფხაზეთიდან, სოხუმიდან. და სოხუმი საქართველო არის, აფხაზეთი საქართველო. და მალე დავბრუნდები. ბრავო არც. ჩემი სული გზნობს მაგას. ყველა კუთხეს ვენასვალე საქართველოს, გაგიმარჯვე. არჩილ გოგოლაშვილი. ბრავო არჩილ გოგოლაშვილს. ტრადიციულად როგორც ყოველთვის Warriors-ი, სწორი მესიჯებით, რა თქმა უნდა. სწორი მიმართვებით